ეს არის უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქოცური რეჟიმის გასაგონად და საქართველოსთვის იმის სათქმელად, იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს ამ რეჟიმის პირობებში გახდა ყველაზე დაბალი შესაძლო დონის რაღაცა ეზო, აი მათენას როგორც არის, ხო? ესეთი გამავალი ეზო, რასაც ქვია, რომელსაც ყველა ხელის წამოთქვით ელაპარაკება, ხო? იქნება ეს ირანის ელჩი მაგალითისთვის, ხო, რომელიც გვახსოვს რომ გამოკრებოდა სულ ცოტა ხნის წინ და მას საგარეო საქმეთა მინისტრმა არც პასუხი თხოვა, არც საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, არც კი დაიბარა რეპრიმანდზე, პირიქით ეს კაცი თვითონ მივიდა და იქიდან გამოსული გვესაუბრებოდა კონსტრუქციულ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ხო, ხუთ გზის აცდა ქართული სახელმწიფოს ქმედება იმ ადეკვატურ საზომსაც გააჩნია ხოლმე საერთოდ სახელმწიფოს. იგივე იმავე კვირაში, ხო, ცოტა ხნის ორი კვირის წინ ჩვენ მოვისმინეთ ჩარების მცდელობების საპატრიარქოს საქმეებში რუსეთის მხრიდან. ესეც იყო, რა თქმა უნდა, ძალიან უხეში ჩარევა თავისი არსით დამოუკიდებელი ინსტიტუტის და თან სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ინსტიტუტის საქმეებში და ახლა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ხედავთ თითისქების პოლიტიკას. რამ გახადა ეს შესაძლებელი ქართულმა ოცნებამ? ეს არის აქ ჩვენთვის თავი, ახლა ზახაროვა რა არის და კრემლი ვიცით ყველამ ძალიან კარგად, მაგრამ ჩვენ რატომ ვქმნით და როგორ შევქმნით ის ვითარება, როდესაც ყოველი მეორე გამვლელი, რასაც ქვია, უხეშად თუ ვიტყვით, მისაღება და დასაშვებად მიიჩნევს. აი ეს არის ჩვენი ეროვნული ტრაგედია, ხო? წარმოსადგენი გახდა დასაშვები, რომ ყველამ აი ეს როგორ იქნებოდა ეს ბერკეტები და რა არის ეს ბერკეტები, რომელიც ქართულმა ოცნებამ გააძლიერა და ეს გაძლიერებული ბერკეტი, ასე ვთქვათ, მიართვა რუსეთს, რომელიც ახლა ამ ტონით ესაუბრება აქ, როგორც თქვენ თქვით, რეჟიმსაც შეახსენებს, მაგრამ საქართველოს. საქართველოს, სრულიად საქართველოს აწყოს რეჟიმი, რა თქმა უნდა, არის ამ პოლიტიკური ძალის მეგობარი და პარტნიორი, ეს არის ყველაზე მეგობრული და ყველაზე სასურველი რეჟიმი რუსეთისთვის, რაც ოდესმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში, მაგრამ რაც შეეხება ქართულ ხალხს, ქართული ხალხის მიმართ ეს არის მუქარა, ხო? ეს არის როგორც ვთქვათ, აი კოერციის და დაშინების და რეპრესიის ენა, რომ თქვენ ან ასე მოიქცევით, ან ისე იქნება ამბავი. ანუ აი ეს პირობითობა შემოგვს გარე სახელმწიფოს, ხო, თან მტერს, რომელიც უკვე არის. თუმცა აი ჩვენ ხედავთ, ხო, აი თავად აი ამ შანტაჟს რა ძალა აქვს, მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ, ჩვენ მოვიყვანეთ სიუჟეტშიც. სომხეთის მაგალითი, პაშინიანი, რომელიც ესე ძალიან თამამად ელაპარაკებოდა პუტინს, რომელიც თვალებში უყურებდა წინ ეჭდა ყოველ შემთხვევაში და უთხრა, რომ სომხეთი გადაწყვეტს თავის მომავალს. თან სომხეთი არის იმ გაერთიანებების წევრი, სადაც დომინანტი რუსეთია, ეკონომიკური და არა მარტო ეკონომიკური თვალსაზრისით. რაღაც ამ სტილის განცხადება ეს, ხო, აი პუტინმაც ისე დაიწყო საუბარი, აღწერა, როგორი ეკონომიკური დამოკიდებულება აქვს სომხეთს რუსეთზე, მის ბაზარზე. აი, როდესაც ჩვენი მეზობლებიც აზერბაიჯანზე აღარაფერს ვამბობ, იმიტომ რომ იქ ალიევი თამამია ტრადიციულად და ძლიერიც ეკონომიკურად, ნახეთ უნგრეთის მაგალითიც, სადაც ასევე შანტაჟის იარაღად ნავთობის თემას იყენებს. ერთი სიტყვით, როგორ ძლიერდებოდა ეს ბერკეტები და ასეთ სავალალო მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდა საქართველო? ჩვენ ვხედავთ სრულიად თავზარდამცემ, მე ვიტყოდი, ტრაგიკულ ამავე დროს შემოტრიალებას რეგიონში საგარეო პოლიტიკური დინამიკის. რა თქმა უნდა, სომხეთს უსვამს წარმატებას, მიხარია გულით, რომ სომხეთი ადგას დემოკრატიის გზას და პროეროვნულ და პროევროპულ გზას, მაგრამ ეს უნდა გვესმოდეს, არის ისტორიული რევოლუცია. სომხეთი თქვენთვის არ იყო და ნაწილის ახლაც არის. ყველა იმ, როგორც ვთქვათ, რუსეთთან აფილირებული რეგიონალური და ტრანსრეგიონალური ერთობის ნაწილი, რითაც რუსეთი ამ რეგიონში და არა მხოლოდ განსაზღვრავდა საკუთარ ეროვნულ, ხშირად იმპერიულ პოლიტიკურ კურსს, ხო? ეს ოდეკაბ იქნება თუ სხვადასხვა ტიპის ერთობები, ხო? დიპლომატიური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა. და აი პირველად ისტორიაში მეტიც, ვინც 2-3 წლის წინ იყო, თქვა, სომხეთში ჯერ კიდევ ნახავდა რუს მესაზღვრეს, ხო? რომელიც, ანუ რუსეთის შეერთებული ძალების მესაზღვრე ხდებოდა პასპორტის კონტროლზე. აი უბრალოდ ძალიან თვალსაჩინო მაგალითად მოვიყვანოთ, ხო? რუსი გეგებებოდა ეთნიურად რუსი კი არა, რუსეთის შეერთებული ძალების წარმომადგენელი გიმოწმებდა სომხეთში შესულს პასპორტს. და აი ამ ვითარებაში წარმოიდგინეთ, აი ესეთი პოლიტიკის ვითარებაში ფაშინიანმა შეძლო მართლაც საოცარი რამ. მან რეალურად მთლიანად შემოატრიალა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ამერიკასთან და ევროპულ კავშირთან დაამყარა სტრატეგიული პარტნიორობა, აი სულ ახლახან 9 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო კონტრაქტს მოაწერა ხელი, ანუ სომხეთის თავდაცვის უნარიანობა გაზარდა.
Nvidia შეყავს და სომხური, ესე იგი, სომხური ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანი წამაწი იყო, ძალიან ბევრი დასაქმების ადგილი შეიქმნება და ეს რა ფონზე, როდესაც კობახიძე გვეუბნება, რომ 257 ბინა გაყიდა ზუსტად იმავე კვირაში, როცა ფაშინიანი აემხელა სტრატეგიულ ძრებს ანონსებდა, კობახიძე გვეუბნებოდა, რომ 257 ბინა გაყიდა აი Eagle Hills-ის პროექტის პრარაბად რო არის გადაგწეული თვითონ, ხო? ანუ ეს რაზე მიუთითებს, რომ ერთი მხრივ ქართული საგარეო პოლიტიკა საერთოდ დაბლაგდა და გაუჩინარდა და ეს იყო რუსული ამოცანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისება, რაც გააშნია სახელმწიფოს, არის მისი საგარეო პოლიტიკური ხმა. აი თუ დავაპარალელებთ, ხო? დიახ, აი ახლა რაც თქვა კრემლმა დღეს და ავიღებთ სურათს, როგორ გაჩერდა ევროკავშირთან ურთიერთობები. როგორ მივიღეთ ისეთი კანონები ჩვენ რა ქართულმა ოცნებამ, რომელიც პირდაპირ ჰარმონიაში მოდის რუსეთის კანონმდებლობასთან და რადიკალურად დაპირისპირებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ყველა თვალსაზრისით ღრმად და ყოვლის მომცველად ჰარმონიზაცია რუსეთთან, ხო? ამ შემთხვევაში ალბათ არც უნდა ყოფილიყო იქამდეც გასაკვირი რა ხდებოდა, ვიდრე ამ დრაკონულ კანონებს მიიღებდა, მაგალითად თემა ანაკლიასთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია თქვენთვისაც და ყველასთვისაც. მას რა აქვს ბიზინა ივანიშვილის შესათავაზებელი დასავლეთისთვის, აი როგორც აღიარონის დიქტატორი რაღაცის სანაცვლოდ, როდესაც ეკონომიკას განკარგავს რუსეთი, უსაფრთხოებას მისი გადმოსახედით, რომ ჩვენთვის საფრთხეს განსაზღვრავს რუსეთი, როგორ უნდა იყოს აქ რაიმე შეთავსება დასავლეთთან. ხო, თქვენ სწორად აღიშვათ აბსოლუტურად ივანიშვილმა მიზანმიმართულად შეგნებულად დაწყებული ანაკლიით შემდგომში იმ ეტაპობრივი აი ესეთი გრადუალიზმით რომელიც უფრო ჩაძირა ყველაფერი ეროვნული ყველაფერი დასავლური შემდეგ მიიღო ეს კანონპროექტები რითაც თავს დაესხა მთლიანად სამოქალაქო საზოგადოებას და აქ NGO-ებზე არა საუბარი სამოქალაქო საზოგადოება ნიშნავს ერის იმ ნაწილს რომელიც არ არის მთავრობაში ეს არის მისი ოფიციალური კლასიკური განმარტება და უამრავ ათობით ათას ადამიანს რეალურად დაესხა თავს რუსეთის დავალებით როდესაც მიიღო რუსული კანონი ამით მთლიანად მოსპო ევროპასთან ვაჭრობა ევროპასთან ურთიერთობა ევროპასთან ინვესტიცია და მთლიანად მიაბა ქვეყანა აი ამ ნაცისფერ კორუმპირებულ ჭაობს ასაც ქვია რუსეთი და მისი სარტყელი ხო მისი ორბიტა ეხლა ერთადერთი რაც ამ ვითარებაში მას დარჩა და ამავე დროს ჩვენ გავიხსენოთ რომ ივანიშვილი ძალიან მყარად მოელოდა კიევის დაცემას ერთ კვირაში ჩვენ ეს გვახსოვს მისი აპოლოგეტების მხრიდან გაჟღერებული ხო კოცები ღიად ამბობდნენ პოლიტიკოსი კოცები ღიად ამბობდნენ რომ ისინი ელოდნენ კიევის დაცემას ხო ეს იყო მათი რაღაცა ფილოსოფიური რაღაცა მთავარი პოსტულატი ხო ეს არ მოხდა ამავე დროს მოხდა სრულიად სხვა რაღაცები ტრამპი არ აღმოჩნდა იზოლაციონისტი იმ კუთხით როგორც მათ ეს წარმოედგინათ პირიქით ტრამპი ჩაერთო და სად და აგერ 3 საათის გზაზე ჩაერთო და 40 წლიანი კონფლიქტი გადაჭრა და მშვიდობაზე რომ გვაბოლებდნენ პირდაპირ თუ ვიტყვით აღმოჩნდა მშვიდობა არსებულა და კარგი რამე ყოფილა მაგრამ კოცური არ ყოფილა სრულიად სხვანაირად ხდება მშვიდობა და აგერ სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ნახეთ და აი ამ ვითარებაში ივანიშვილმა დაინახა რომ ერთადერთი რაც მას გააჩნია თუ იქამდე ვერ ხედავდა ამით მაინც დაინახა ერთადერთი რამ რაც მას გააჩნია ეს არის ანაკლია როგორც პოტენციური კოზირი იმიტომ ეს ტრამპის შემთხვევაში ხო ტრანზაქციულ კონტექსტში რაც ტრამპს აინტერესებს ანაკლიაზე უფრო მთავარი შეთავაზება ფიზიკურად არ არსებობს ხო ესეთი რამ უბრალოდ არ აქვს საქართველოს იმიტომ საქართველოს არ აქვს ნავთობი დიდძალ ნავთობზეა საუბარი რესურსზე საქართველოს აღარ აქვს დემოკრატია იმიტომ რომ აი ამ ადამიანის ხელით ივანიშვილმა უბრალოდ მოსპო და გაანადგურა დემოკრატია ამიტომ ჩვენ ექსპორტად დემოკრატია ვერ გვექნება სამწუხაროდ დემოკრატიული მაგალითი და დარჩა ანაკლია ანაკლის შეთავაზებაში რას გულისხმობთ ახლა ჩვენ ვნახეთ რომ და ვიცით რომ ანაკლია პრობლემაა რუსეთისთვის და ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა რომ ანაკლია არ ყოფილიყო ასე ვთქვათ ეს პროექტი არ შემდგარიყო თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერის სიტყვებია რომელიც მას უთხრა მამუკა ხაზარაძის გადმოცემით რომ რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებს ანუ სრულიად ნათელი ხდება სურათი ანაკლიასთან დაკავშირებით ახლა როდესაც ამბობთ რომ ეს კოზირი აქვს ივანიშვილს რომ დააინტერესოს შეერთებული შტატები ეს როგორ უნდა მოხდეს შეგიძლიათ ხო აი ამ შესაქმე ივანიშვილი ხედავს რომ მას უბრალოდ არ აქვს სამოქმედო რეალი მას არ გააჩნია არაფერი რითაც შეიძლება ვინმე დააინტერესოს იმიტომ რომ ისევ
შევდაიცავ დემოკრატია რაც უნდა ქონოდა და უნდა ყოფილიყო საინტერესო მან მოსპო არა კოლოსალური შანსი ქონდა 2012 წელს რომ ძალიან ძლიერი დემოკრატიული როგორ ვთქვათ კურსი განახორციელებინა თუ კი ამის სურვილი ექნებოდა და ძალიან მნიშვნელოვნად შესულიყო საქართველოს ისტორიაში მაგრამ საქართველოს ისტორიაში შედის როგორც ბანდიტი როგორც ავაზაკი რომელიც გაძარცვა და მოსპო ქართული სახელმწიფო და უბრალოდ აოხრა ყველაფერი ქართული ამიტომ ეს გადადებული არის მას არ გააჩნია ნავთობი მას გააჩნია გზა რეალურად ხო თუ შევხედავთ ობიექტურად მას როგორც de facto მართლს სამწუხაროდ ამ სახელმწიფოს დღესდღეობით მას გააჩნია გზა შუა დერეფანი და ერთადერთი კოზირი რაც მას საერთოდ აქვს თუ კი უყურებს აი ამ ორ მხრივ პოლარობას ეს არის ანაკლია შეიძლება თუ არა ივანიშვილი რამე გააკეთოს ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რატომ იმიტომ რომ ის არ არის დამოუკიდებელი და ეს ჩვენ ნახეთ ბევრგან ხო სხვაგან ის რომ დამოუკიდებელი ყოფილიყო ირანთან მიმართებით სხვა პოლიტიკა ექნებოდა ჩინეთთან მიმართებით სხვა პოლიტიკა ექნებოდა ანუ ნახეთ რაც მას აწყობს ჩვენ კი არა თავისთვის ექნებოდა უკეთესი პოლიტიკა ანუ თავისთვისაც ვერ აქვს უკეთესი პოლიტიკა იმიტომ რომ ის ვერ წყვეტს ვერ იღებს გადაწყვეტილებებს მას ეუბნებიან რა უნდა გააკეთოს ეუბნება რუსეთი და შესაბამისად მისი მაგმონახაზში უნდა იმოქმედოს რა თქმა უნდა იმიტომ მას ეშინია ამავე დროს ღრმად ვარ დაწუნებული იმისი რომ ერთ დღეს არასდროს ჩაის დალევს ის შეჩვეულია 90-ების მოსკოვს ძალიან კარგად იცის როგორ ხდება იქ რაღაცები თვითონ იქიდანაა გამოსული ხო მასზე კარგად ვინ იცის დღევანდელ საქართველოში რა არის 90-ების მოსკოვი ეს არის მოსკოვის მენტალობა ხო ამიტომ მას მე დაწუნებული ეშინია რუსეთისაც მათ შორის მაგრამ ეშინია ტრამპისაც იმიტომ ტრამპი აჩვენებს ძალას ის ძალას ხედავს ხო დანარჩენი არ აინტერესებს ძალის მიხედვით უყურებს მხარეებს ამიტომ ის არის ძალიან დელიკატურ და გაჭირებელ სიტუაციაში და არჩევანი რომელსაც გააკეთებს საქართველოსთან მიმართებით როგორც მარტო ანაკლიასთან კი არა ჩვენს დემოკრატიასთან პარტიების აკრძალვასთან შუა დერეფნის ვესტერნიზაციასთან პირდაპირ ვიტყვი ხო იმ ინვესტორებთან დაკავშირებით რომელიც შემოვა ანაკლიაში პოტენციურად ხო იქნება ეს თქვა ამერიკული და ევროპული ინვესტიცია თუ იქნება ეს ჩინური კორპორაცია ეს განსაზღვრავს მის ბედს მარტო ქვეყნის კი არა მის პერსონალურ ბედსაც ასე ძალიან გრიგოლ და ჩვენ საუბრეს მიწურულს მინდა დაგისვათ ეს შეკითხვა ისევ რუსეთთან დაკავშირებით ზახაროვას სიტყვები პირდაპირ ჯდება იმ პროპაგანდაში იმ დაშინებისა და შანტაჟის პროპაგანდაში რომელსაც ქართული ოცნება აქ ეწევა ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ და ამაზე აქვს აგებული მთელი თავისი მოქმედების სტრუქტურა აქედან გამომდინარე ჩვენს აუდიტორიას ბუნებრივია აინტერესებს ოპოზიცია რას ეუბნება მას რუსეთთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. როდესაც ქართული ოცნება შეიცვლება, ეს ეკონომიკური მიჯაჭვულობა რჩება, საიდანაც ქვეყანა არის გამოსაყვანი, მაგრამ ეს ერთ დღეში ვერ მოხდება. შესაბამისად, როდესაც ადამიანები მაგალითად ჩართული არიან ვაჭრობა სხვადასხვა პროდუქციით, თქვათ რუსეთთან, ხო, აქ არის მიმოქცევა, არის ბრუნვა თანხის, მაგრამ ამასთანავე არის ძლიერი ალტერნატივა, ძლიერი ბაზარი ევროკავშირის სახით, რაღაცნაირად ტრანზაქცია უნდა მოხდეს, დამოკიდებულება შემცირდეს და მიუერთდეს ევროკავშირს, საქართველოს. რას ეტყვით ჩვენს აუდიტორიას, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მადლობა რომ კითხულობთ, იმიტომ ამაზეც ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ, ხო? პირველი, მათ შორის იმიტომ ხოცური მითები განვაგდოთ. პირველი, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ რუსეთი არის გეოგრაფიულად ჩვენი მეზობელი, ხო? ამ რეალობას ვერ შევცვლით. შესაბამისად, პოლიტიკა უნდა იყოს ყოველთვის სწორი, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული. ამებს იჩემებს ხოლმე ქოცი. მაგრამ ქოცი აკეთებს საპირისპიროს. ქოცური პოლიტიკა არ არის პრაგმატული, არ არის ეროვნული და არაფრით არ არის რაციონალური. ის არანაირ კავშირში არ აქვს მშვიდობასთან, ან კეთილდღეობასთან, უბრალოდ დრო გახავს ამ ტერმინების გამოყენებით. სიამოვნებაში ვიღებთ უკუსლას, როგორც დემოგრაფიულს, ასევე კეთილდღეობის, ვიღებთ იმას, რომ ქართული ეკონომიკა იმპორტზეა ჩამოკიდებული, მაგრამ ექსპორტი აბსოლუტურად პრაქტიკულად არ გაგვაჩნია რეალურად და ვიღებთ იმას, რომ ვართ მთლიანად მიბმული ენერგეტიკული და კომერციული თვალსაზრისით რუსეთზე. ეხლა ეს არის ვითარება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორც კი შევცვლით ამ მამლებს? პირველი, ჩვენ ეტაპობრივად უნდა შევამციროთ რუსეთზე ყველა ტიპის დამოკიდებულება, ხო? ამისათვის ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ გადავეწყოთ სრულად ევროპულ ბაზარზე, რისი შანსიც, ფორმალური ინსტრუმენტი ჩვენ გაგვაჩნია. მაგრამ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ ადამიანებმა შემოსავალი არ დაკარგონ. პირიქით, უკეთესი ალტერნატივა იყოს. ზუსტად, არათუ დაკარგონ, ჩვენ უნდა გავხადოთ შესაძლებლობა, ეს შეიძლება, აქვე ვიტყვი, ძალიან
ძალიან მარტივია. თუ სახელმწიფო სწორ ინვესტიციებს გააკეთებს ქვეყნის შიგნით, თუ კი ადამიანებს დაეხმარება მათ შორის პროდუქციის ხარისხის გაზრდაში და არა რაღაცა ყალბი აწარმოეს საქართველოსი და მსგავსით არა, პირიქით ექსპორტზე, ამას ქვია ექსპორტზე მიბმული ზრდა, ხო? აი ეს პარადიგმა გვჭირდება ჩვენ ადამიანებს დავეხმაროთ, რომ შექმნას იმ ტიპის პროდუქცია, როგორც უნდა იყოს ის შინაარსით, რაც გავა კონკრეტულ წინასწარ გაზომილ ბაზრებზე, რომლის ათვისებაშიც სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს, ჩემი ყურადღებით მას. აი ესეთი ბევრი მაგალითი არსებობს, ეს არ არის ახალი ბურბლის გამოგონება და არათუ რამეს სახელმწიფო ხელს არ უნდა უშლიდეს. ხო, სულ მინიმუმ და არათუ რამეს არ დაკარგავს ადამიანი. პირიქით, ჩვენ მას უნდა უთხრათ, რომ 3ჯერ და 4ჯერ უფრო მეტი მოგება ექნება, თუ კი აითვისებს 450 მილიონიან ხარისხიან და მდიდარ ბაზარს და ერთი უბრალოდ ფაქტი თვალსაჩინოებისთვის 2016-2022 წლებში ნაცვლად იმისა, რომ გამოგვეყენებინა სავაჭრო ხელშეკრულება, გავანახევრეთ, წარმოგიდგენთ 2016-2022 წლებში განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან და იმავე წლებში გაიზარდა 2ჯერ გაორმაგდა ვაჭრობა ძალიან დიდი მადლობა. აი ეს უნდა შევცვალოთ.